მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ვიდეოც დაკავშირებული იქნება ინვენტარის განხილვასთან, თუმცა სანამ დავიწყებთ ამ გადასარევიდად ძალიან საჭირო თვითმასაჟის ბურთების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, აუცილებლად უნდა გაგახსენეთ, რომ გამოიწეროთ ჩემი გვერდი იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი ვიდეოები, არა მარტო ინვენტარზე, ვარჯიშებთან დაკავშირებული ვლოგები და ასე შემდეგ. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ამ ბურთებს, ბურთები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომით, ფორმით, სიმკვრივით, ზედაპირის ფორმებით და ასე შემდეგ. ყველა გამოიყენება თვითმასაჟისთვის და არის გადასარავი ინვენტარი კუნთებიდან დაძაბულობის, სტრესის მოსახსნელად, ასევე არაჩვეულებრივია მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად, მშვენიერია მოქნილობის გასაუმჯობესებლად, მოკლედ ძალიან ბევრი ბენეფიტი შეიძლება მოუძებნოთ. ყველაზე ესეთი მარტივად საშუალებელი შეიძლება იყოს ესეთი ჩოგბურთის ბურთი, შეგიძლიათ ასევე გოლფის ბურთის გამოყენებაც. ამ კონკრეტულ ბურთებს ძირითადად იყენებენ ათლეტები, სპორტსმენები, ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, ან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც უნდათ რომ უბრალოდ კონკრეტული ზონიდან დაძაბულობა, კუნთის ტკივილი და ასე შემდეგ მოიხსნან. რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვარჩევთ ბურთს? პირველ რიგში ალბათ ზომა, იმიტომ რომ შეგვიძლია მაგალითად გოლფის ბურთის, ხელა ბურთის გამოყენებაც, შეგვიძლია აი ესეთი ჩოგბურთის ბურთის გამოყენებაც, მსგავსი მიწისთხილის ფორმის ბურთიც. შესაბამისად, სხვადასხვა კუნთოვან ჯგუფებზე იქნება ესენი ორიენტირებული. პატარა ბურთები მოერგება კონკრეტულ კუნთოვან ჯგუფებს, დიდები უკვე მორგებული იქნება მაგალითად ბარძაყის წინა ან უკანა კუნთებზე, ფეხებზე მთლიანად, წვივებზე და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ის ქსოვილი, ასე ვთქვათ, მატერიალი, რითიც არის დამზადებული ეს ბურთები. მაგალითად, ჩოგბურთის ბურთის გამოყენება ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ სასიამოვნო ქსოვილია და არ აღიზიანებს ასე თუ ისე კანს. ასეთი ოღრო-ჩოღრო არასწორი ზედაპირის მქონე პლასმასის ბურთის გამოყენება შეიძლება არც ისე კომფორტული იყოს და ძირითადად ამას უფრო მობილურობის და მოქნილობის გასაზრდელად იყენებენ ხოლმე. ეს მაგალითად რომ გამოვიყენოთ ვთქვათ დაზიანებულ მტკივან ან ცოტა ისეთ კუნთზე უფრო მეტად ტკივილის შეგრძნება შეგვაწუხებს, დიდად სასიამოვნო არ იქნება. ყველაზე სასიამოვნო შეიძლება იყოს ესეთი წვეტებიანი რეზინის ბურთის გამოყენება, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია და დამწყები მოვარჯიშეც ძალიან მარტივად გამოიყენებს, არანაირ დისკომფორტს არ იგრძნობთ. ესეთი ბურთი მაგალითად შეიძლება გამოვიყენოთ კისრისთვის, კისრიდან დაძაბულობის მოსახსნელად, მაგალითად შეგიძლიათ მოათავსოთ კედელზე, შუაში მოათავსოთ კისერი და აი ესეთი მოძრაობებით მარტივად დაიმასაჟოთ, ვთქვათ, დაჭიმული კისერი. არა მარტო კისერი, წვივებისთვის არის არაჩვეულებრივი და ასე შემდეგ. კიდევ აქ არ არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე ანტიბაქტერიული და ანტიალერგიული არის აი ღვინის და შამპანურის საცობები, რომ მზადდება იმ მატერიის ბურთები ზოგადად ყველაზე ნაკლებად აღიზიანებს მაგალითად კანს და საკმაოდ სასიამოვნოც არის გამოსაყენებლად. ეს რაც შეეხებოდა უშუალოდ ბურთების ფორმებს და იმ მატერიას, რომლისგანაც მზადდება ბურთები, ეხლა ვთქვათ უშუალოდ წეგან ვახსენით, მაგრამ უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რა მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ, ხო? შეიძლება გამოვიყენოთ თვითმასაჟისთვის, ანუ კუნთის ვარჯიშის შემდეგ კუნთის გასაწელად, ასე ვთქვათ. ან შეიძლება ვარჯიშის დამოუკიდებლად იყოს ეს ყველაფერი, ისე ცალკე შეასრულოთ 10-15 წუთიანი მაგალითად კომპლექსი თვითმასაჟის, ასევე კუნთიდან დაძაბულობის მოსახსნელად, მოკლედ ბევრი ფუნქცია შეიძლება მოუძებნოთ ამ ბურთებს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად ესეთი ტიპის ბურთი, რომელსაც ბევრი ჩაღრმავება აქვს, არასწორი ზედაპირი, არის საკმაოდ მყარი, ანუ ხელში არ იდრიკება, არის პლასმასის და ასე შემდეგ. ეს რომ ტკივან მაგალითად კუნთზე მოვათავსოთ და რაღაც პერიოდის განმავლობაში ამითი თვითმასაჟი ჩავიტაროთ, შეიძლება
რბილი ქსოვილიც დავიზიანოთ და კუნთოვან ჯგუფსაც მიადგეს ზიანი. ამიტომ ესეთი ბურთი უფრო მეტად გამოიყენება ხოლმე ვარჯიშის შემდეგ, აი ესე თვითმასაჟისთვის. ნუ ეს პირობითად ბარზაყის წინა კუნთი ავიღე ხოლმე და ნებისმიერ ადგილას შეიძლება გამოვიყენოთ, ხოლო თუ გვაწუხებს დაჭიმულობა, მაგალითად, დილით გავიგუძეთ და რაღაცა კისერზე ვგრძნობთ, რომ არასწორად გვედო თავი ან ასე შემდეგ, უფრო უმჯობესი იქნება ესეთიც, შედარებით დრეკადი, სასიამოვნო ზედაპირის მქონე ბურთის გამოყენება, ასევე ჩოგბურთის ბურთი შეიძლება იყოს ეს, რომელიც რაღაცა პერიოდის განმავლობაში რო ვიმასაჟოთ, მაინც ისეთ ზიანს ვერ მიაყენებს, ვერც რბილ-ქსოვილს, ვერც კუნთს. ხო, ამ ვიდეოში არ იქნება ვარჯიშის ესეთი კომპლექსი, ეს ძირითადად როგორ უნდა ავარჩიოთ, ვიცი ბევრი კითხვა მოვა, სად ვიყიდოთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ, როგორც Amazon-დან, ისე უამრავი უცხოური საიტიდან. გარდა ამისა, ყველა თითქმის სპორტული ინვენტარის მაღაზიაში იყიდება. შესაბამისად, საშოვნელად რთული ნამდვილად არ არის. რამე ისეთ განსაკუთრებულად აუცილებელ ინვენტარს, ჩემი აზრით, არ წარმოადგენს, თუმცა თუ გაქვს, რატომაც არა, ძალიან კარგი ბენეფიტია. თუ რაიმე კითხვა გექნებათ ამ ინვენტართან დაკავშირებით, სიამოვნებით გიპასუხებთ, თუ გაინტერესდებით, როგორ შევასრულოთ კონკრეტული ვარჯიშები, კომპლექსები ამ ინვენტარით, ეგეც დამიტოვეთ და ვეცდებით ჩავწერო ვიდეო. არ დაგავიწყდეთ ამ YouTube არხის გამოწერა, იმიტომ რომ როგორც უკვე ნახეთ, ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით აქ. მოკლედ, ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.